კიდევ ერთხელ მოგესალმებით უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. საქართველოს პრეზიდენტი დოჰაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კატარის სახელმწიფო ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაისვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით. საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ამ წუთებში შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი სრულდება. ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines კვირაში თბილისის მიმართულებით სამჯერ იფრენს. ჩინური ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და ტურისტულ კავშირებს გააღრმავებს, ამასთან ხელშეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას. პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაიყიდა შანხაიდან თბილისში 299 მგზავრი რამდენიმე საათში ჩამოფრინდება. ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია. ეს არის პირველი რეგულარული უწყვეტი სამგზავრო ავიარეისი ჩინეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ფართო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავით სრულდება. აღნიშნული რეისი კიდევ უფრო აახლოებს ჩინეთსა და საქართველოს და ქმნის უფრო მოსახერხებელ და ეფექტიან ხიდს ბიზნესის, ტურიზმისა და ხალხთა შორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ კარიბჭეს წარმოადგენს. ახალი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, რადგან ბიზნეს მოგზაურობას უფრო ეფექტიანს ხდის. ხელს უწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, აუმჯობესებს საჰაერო ლოგისტიკურ კავშირებს და ქმნის უფრო მყარ საფუძველს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების თანამშრომლობისთვის. ტურიზმის მიმართულებით ორმხრივი უვიზო რეჟიმის და პირდაპირი ავიარეისების ერთობლიობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. მე ჩინეთიდან ვარ და ავიაციის დიდი მოყვარული ვარ. თვითმფრინავები ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს. როცა გავიგე, რომ ეს იყო პირველი პირდაპირი რეისი შანხაიდან თბილისისკენ, გადავწყვიტე ამ განსაკუთრებული ისტორიული მომენტის ნაწილი გამომხდარიყავი. ამ მოგზაურობით მინდა არა მხოლოდ ავიაციის სამყაროში ახალი გამოცდილება მივიღო, არამედ გავიცნო საქართველო, მისი უძველესი კულტურა, ულამაზესი ბუნება და სტუმართ მოყვარე ხალხი. აპირებს თუ არა ევთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა და აპირებს თუ არა დაინტერესდეს საქართველოსთან მიმართებით საპარლამენტო ასამბლეის ქმედებებით. ევთოს სათა ოფისი კითხვებზე პასუხს თავს არიდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ კითხვებს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა უპასუხოს. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი ამ ფორმით ფაქტების დამავლას ცდილობს. სახელმწიფო პარტიის განცხადებით ევთოს დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროსტრუქტურების გავლენა ოლიგარქიული ჯგუფების მიერ იმართება. ძალიან ცუდია, ოდესაც ევთო გაურბის პასუხისმგებლობას, სწორედ ასეთმა თვალის დახუჭამ საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკური იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. რეზოლუციით ევთომ გააყალბა თავისივე დასკვნა. ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ევთო საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო ვილსონის დონეზე არის დასული ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული. ევთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს ქართული ხალხის თვალში. სამწუხაროა, რომ ევთოს საპარლამენტო ასამბლეა შეუერთდა Deep State-ის მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს. ამ შემთხვევაში ამ რეზოლუციაში ვხედავთ იმ სიცრუეს და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ თავადვე ამ რეზოლუციის მხარდამჭერები თუ იქ მყოფი ადამიანებიც ჩვენ დელეგაციასთან პასუხს ვერ სცემდნენ ჩვენს დელეგაციას კადრს მიღმა თუ რატომ მოხდა ასეთი მავნებლური რეზოლუციის ინიცირება და მხარდაჭერა. სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო ევთოს საპარლამენტო ასამბლეამ, კიდევ უფრო მეტად სამარცხვინოა ის დამიჯნა ევთოს ცენტრალური ოფისისა ევთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან.
ტყუილით, ციცრუით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელ სამწუხარო მოცემულობას, როდესაც ქართულ ხალხზე ხდება თავდასხმა ერთადერთი მიზეზის გამო, მათ არ მოწონთ საქართველოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების არჩევისა, რომელმაც არაა ომში, არა ეკონომიკურ ნგრევაში, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის გზით ატარა და ატარებს ჩვენს ქვეყანას. არაფერს აღარ ნიშნავს. 5 წლის წინ ასეთ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, რაღაცა ქაოსი და მღელვარება შემოქმნდა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ეს არის ჩვეულებრივად ზეწოლის მექანიზმი მათ ხელში და ყველა ეს თვალსაჩინო მაგალითი იყო, რაღაცა მოსკოვის მექანიზმი რო ამუშავეს, თითქოს საქართველოს წინააღმდეგ და გამოაგზავნეს ქალბატონი, რომელმაც 2 დღეს შეისწავლა მთელი საქართველოს უახლესი ისტორია და დაწერა აზგვერდიანი დასკვნა, ხო? ნუ ყველა გააიაზრა და გააანალიზა, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პროცესები, ის დასკვნას უკვე დაწერილი იყო, ზუსტად ანალოგიური ხდება რეზოლუციებზეც, ეს აგენტურული ოპოზიცია აწვდის ტექსტებს. უკრაინასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება მწვავე კრიტიკის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოსთვის არაფერი ერგება. ოპოზიციონერი ლიდერის ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის იმის პირდაპირი აღიარება, რომ 2022 წლიდან ცალკეული უცხოელი აქტორები და ქართული ოპოზიცია საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ. უკრაინა მალე რომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნიებენ იმ ტრილიონებთან. იმპულს მარტო უკრაინელები კი ვერ აითვისებენ, იქ მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული. ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებზე და ფულზე. როგორც 2008 წლის ჩვენი ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ 4 მილიარდის მოგდებული ფულით, რომლითაც დაამშვიდეს მე საკუთარი სინდისი დაიმშვიდეს, აი ესე ზუსტად ასე უყურებენ, რომ ტრილიონები შეხვდებაო უკრაინას და ჩვენ არაფერი არ შეხვდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები არ დაინგრა, ჩვენი ქალაქები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა. ამიტომ გვეკაჩებოდნენ ომში. გვარამიას და მისი პოლიტიკური თანამოაზრეების და აი ამ აგენტურის თვალში ამ სიკვდილსაც და ნგრევასაც ამის ანაცვლებს და ამის კომპენსაცია არის ფული. ფულად ურღით ყველაფერი. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი ხილება იმისა, თუ რა საშინელებაში გვითრევდნენ სცენარი, რომელშიც საქართველოსაც უნდა მიიღო მონაწილეობა და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხიც ისევე უნდა დაანგრეული იყვნენ, ისევე უნდა დახოცილი იყვნენ, როგორც ეს სამწუხაროდ ხდება ჩვენს მეგობარ უკრაინაში, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებების შედეგად ეს სცენარი არ განხორციელდა. ამიტომაც არის ეს გამორჩეული წუხილი ხა. ნიკა გვარამიას ქართული ხალხის ბედიღბალი რო არ აწუხებს, ამას მე მგონი დიდი ჟაბაასი არ ჭირდება, კარგად ჩანს მის და მისნაირი აგენტების როგორც გამონათქვამებში, ასევე რეალურად მათ განვლილ გზაზე, თუ სად არის მათთვის საქართველოს მათთვის არის ყველაზე უკანასკნელ ადგილას მათი პირადი ამბიციები და უცხო დავალებების შესრულება, რომელიც ნიკა გვარამიასთვის არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი უჩაინაძე ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არხის სიცრუეში ამხელს. უჩაინაძე წერს, რომ მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მან ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური დატოვა და ემიგრაციაში წავიდა არხის სპეკულაციაა. უჩაინაძე აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში მისი წასვლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებული არ არის და ყოფილი სამსახურით და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობით ამაყობს. როგორც იცით, მე არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში. ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არანაირი კავშირი ჩემს ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით, მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუაყბებით ბინძურ სპეკულაციებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცინვა და სტიგმის გაძლიერება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. სანდრო ცხადაძემ აღნიშნულ კონტექსტში რატიო ნათამიშვილი ცინიზმით მოიხსენია ეგრეთ წოდებულ ხუმრობას დისკრიმინაციულს უწოდებს და გმობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებადამცველები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ადამიანების შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დამცირება და შეურაცხყოფა მიუღებელია და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება. თანაბარი ჯგუფი იყო, აბსოლუტურად თანაბარი ჯგუფი იყო, იმათ მხრიდან რატიო ნათამაშვილი იყო ჩართული ჯგუფში, ამათ მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი კრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას. არა მარტო ის, რომ ფაქტობრივი უზუსტობა აი ამ პატარა ვიდეოში თუ ინტერვიუში არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ, რადგან რატი მთლიან საერთოდ არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში, თვითონ რესპონდენტი მოიხსენიებს ეთილით მოსარგებლე პარლამენტარს შეურაცხყოფელი და დამამცირებელი ტონით. ამ ბოლო პერიოდში ხშირად ხვდებით საზოგადოებაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დაცინვითა და დისკრიმინაციული დამოკიდებულით მოხსენიება რაღაცა ინიღბება აზრის გამოხატვის თავისუფლების სახელით და აზრის თავისუფლება არ გულისხმობს მეორე ადამიანის ღირსების დამცირებითა და შეურაცხყოფით მოხსენიებას. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრიბუნიდან ან ეთერებიდან ხდება მსგავსი წინადადებებითა და მსგავსი დამამცირებელი ტონით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოხსენიება, ეს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს იმ სტიგმას, რაც არის დღესაც საზოგადოებაში და რასაც ძალიან ბევრი წელია ვებრძვით, ეს უკვე გადადის პიროვნულ შეურაცხყოფაში და მე მგონი დროა რომ საზოგადოებაში მკვეთრი საზღვარი ჩამოყალიბდეს და ინერგოს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს მეორე ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება მიუღებელია სახელმწიფო გუნდისთვის. მართულ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ეგრეთ წოდებული ხუმრობით იმ ადამიანების მორალური სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომლებიც პროევროპელობის ამოფარებული ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობდნენ. ძმები, ვიცით, ვინც არიან, რა ღირებულებებიც აქვს, მისი ძმა იყო, ბავშვებსო შეუვარდა სკოლაში და გარეთ გამოყავდა აი იმაში მონაწილეობის მისაღებად, რაც შემდეგ დადგეს პარლამენტს წვავდნენ და რომ ძალადობდნენ პოლიციაში და ამაში უნდა და სკოლის ბავშვების თან დაწყებით კლასების მოსწავლეებთან შევარდა სკოლაში. ამ ღირებულებების მატარებლები არიან გინდა ერთი ძმა და გინდა მეორე ძმა, ასე რომ მათგან არაფერი გასაკვირი არ არის. საქმე იმაში არის, რომ ისინი არიან სახე იმ დაჯგუფებისა, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და რაც თავარია, რომელსაც ისევ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის შედარება რომ მოვიშველიო, რომელსაც ესე იზელს თავად ევროკავშირი მათ, როგორც ევროკავშირის სახით. ეს არის ამაზრზენი ამორალური ადამიანი, ზოგადად ეს არის რაღაცა აკაცუკური მენტალიტეტი, როდესაც შეგიძლია ესეც საკითხებზე იხუმროს საჯაროდ და ისევ აკაცუკები, ასე ვთქვათ, წრეში გამოიწვევს ეს რაღაცა სიამოვნებას და ისევ აკაცუკური მენტალიტეტის მქონე ადამიანები ერთობიან ასეთ ხუმრობებზე. ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, ეს არის ამორალური და ზოგადად ესეთი ტიპის ხუმრობები, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებაში არ არის მიღებული. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ, სახელმწიფოში კონსტიტუციური წყობის, მშვიდობის და არჩევნების წინააღმდეგ, ეხლა ეს ხელმოწარული ადამიანები და მათი მხარდამჭერები ცდილობენ, რომ რამენაირად შეურაცხყოფელი განცხადებებით, ასე ვთქვათ, დაუბრუნონ ერთგვარი, რო იტყვიან, სამაგიერო იმ ადამიანებს, ვინც კანონის და ვინც მშვიდობის მხარეს დგას. და ამავდროულად განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანზე შენ ცინიკურად იწყებ, ასე ვთქვათ, განცხადების კეთებას და ამით შენ გინდა რომ ხაზი გაუსვა ამ ადამიანის გარკვეულ ნაკლს და ამით შენ გინდა რომ ეს ადამიანი დააკნინო. რა თქმა უნდა, ამით ეს ადამიანი კი არ კნინდება. კნინდება ის, ვინც ამას აკეთებს და კნინდებიან ისინი, ვინც ამას ტარს უკრავენ.
სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ნარკორეალიზატორების მურგი მასშტაბური ქსელი გამოავლინეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 121 პირი, მათგან 59 ბრალად ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ედება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მოსამართლის განჩინებებით რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ბრალდებულების პირადი სახლებისა და ავტომობილების შხრაკისას ნივთკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის კოკაინი, მეთადონი და ალფა-პევები. დაკავებულებს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულში ბრალდებით 121 პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერები. მათ შორის მეთადონი, ალფა-პევები, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარეული, კანაფი და სხვა. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ფხაკაძის საქმე განიხილა. მან საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა მომღერალ ნუცა ბუზალაძეს. მოსამართლე სამართალდამღობის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ალექსანდრე ფხაკაძემ ჩადენილი ქმედება აღიარა და მოინანია. საბედნიეროდ კარგი ადამიანი შეხვდა მოსამართლე და გამოიტანა სიტყვიერი გაფრთხილება მხოლოდ. სოციალურ შეურაცხყოფა მიაყენა პიროვნებას, პასუხისმგებაში მიცემულმა პირმა აღიარა სამართალდამღობის ჩადენის ფაქტი, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიცხადა სასამართლოს მიერ სიტყვიერი შენიშვნა. თბილისის მერია დიდი დიღმის ტრამვაის პროექტის განხორციელებას იწყებს. აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით გამართულ კონკურსში თურქულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. ახალი სატრანსპორტო ხაზი დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ დიდუბეს დაუკავშირდება. ახალ მარშრუტზე 11 გაჩერება და 11 მატარებელზე გათვლილი საექსპლუატაციო დებო აშენდება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად დედაქალაქი 10 ერთეული ტრამვაის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ცალკე კონკურსი გამოცხადდება. 4 მსხვილი საერთაშორისო კომპანიის კონკურენციაში გამარჯვებულ საწარმოებთან კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა 4 მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის 3 თურქეთში, ხოლო 1 ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიებია. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია. ყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა და ADB-ის წესების შესყიდვის შესაბამისად განისაზღვრა ასევე ეგრეთ წოდებული გასაჩივრების 14 დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროექტი შედგება 3 ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. 3-ვე ეტაპისთვის განსაზღვრულია 26 თვე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლეს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს შესაძლებლობა აქვს მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის კვართი მოილოცოს. წირვას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ვლაქერნობის დღესასწაული საეკლესიო აღნიშვნის ტრადიცია 1990 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესი სილია მეორის ლოცვა კურთხევით აღსდგა. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიკვია ჩვენთვის. არამედ ეს არის დედა ღვთისმშობლის ფარველობის, ჩვენთან ყოფობის ხილული ნიშანი და განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის,
რადგან ღვთის წყალობით და განგებულებით რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ სამეგრელოში ინახება. იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიახლება მას. დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დავანებული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჟინვალი ფასანაურის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. პროექტი 2 მონაკვეთად ხორციელდება და ითვალისწინებს გზის საფარის სრულ განახლებას, 10 ხიდის რეაბილიტაციას, წყალგამტარი მილების, საყრდენი და ნაპირ დამცავი კედლების, ასევე უსაფრთხოების ბარიერების მოწყობასა და გზის მონიშნვას. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. რევას სოხაძემ კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების დაჩქარება დაავალა. სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრ მონიტორინგს გააგრძელებენ. იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება მიცემული მითითებები, კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. ცხეთა სტეფანწმინდა ლარჩის 20 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ. აღნიშნული მონაკვეთი დაყოფილია 2 ლოტად 37-56 კილომეტრებზე. შორის პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 66 მილიონ ლარს. აღნიშნულ პროექტში გათვალისწინებულია 9 სახიდე ნაგებობის რეაბილიტაცია, 15 საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, ამავდროულად აღნიშნული საფარის სრულად გამოცვლა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ არის კმაყოფილი აღნიშნული კონტრაქტორის პროგრესით და ტემპით. არაერთხელ მიეცა კონტრაქტორს გაფრთხილება და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს, რომ გამოასწოროს აღნიშნული მდგომარეობა. განათლების სამინისტროს ახალ პროექტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. საჯარო სკოლებში დანერგილი ინტეგრირებული პროგრამების პირველი ნაკადის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო. უნიკალური საგანმანათლებლო მოდელი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სკოლაში სწავლის პარალელურად სრულ ზოგად საგანმანათლებასთან ერთად კონკრეტულ პროფესიასაც დაეუფლონ. პირველი კურსდამთავრებულების ნაწილი სამინისტროსა და პარტნიორი კომპანიების ხელშეწყობით უკვე დასაქმდნენ. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2024 წელს საპილოტო რეჟიმში საქართველოს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა. ეს არის ნოვაცია საქართველოს განათლების სისტემაში და ჩვენ უკვე მიმდინარე სასწავლო წელს 60-ზე მეტი სკოლა დავამატეთ. შემდეგი სასწავლო წლიდან კიდევ ვაპირებთ, რომ ეს მიმართულება გავაფართოვოთ და კიდევ უფრო მეტ სკოლას მივცეთ შესაძლებლობა, რომ ინტეგრირებული პროგრამის განხორციელების საშუალება ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში სასკოლო დამამთავრებელ ეტაპზე მათ ჰქონდეთ არა მარტო ზოგადი განათლების მიღების, არამედ პროფესიული უნარების დაუფლების შესაძლებლობა და ეს დიპლომები მათ ისიერად აძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული პროფესიის მიხედვით შრომის ბაზარზე მოიპოვონ კონკრეტული დასაქმების შესაძლებლობა. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის და თითოეული მოსწავლესთვის. დიდი მადლობა ჩვენ სკოლას და ჩემი აზრით თითოეულ მოსწავლეს ძალიან დიდი გამოცდილება ექნება აქედან გამომდინარე და სამომავლოდაც ძალიან წაგვადგება მსგავსი ინტეგრირებული პროგრამები. ინოვაციური იდეები და ინტელექტუალური საკუთრება. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა მოზარდებმა საზაფხულო ბანაკი დაასრულეს. პროექტის ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები და ხურვის ღონისძიება საკპატენტის სათავო ოფისმა უმასპინძლა. ბაკურიანში გამართულ 5-დღიან ბანაკში 15-დან 18 წლამდე ასაკის 29 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ინიციატივის მიზანი საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით მოზარდების ცნობიერების ამაღლება და ახალი დარგების განვითარების ხელშეწყობა. საზეიმო შეხვედრაზე ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადაეცათ. თბილისის მერიის მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდებისათვის საზაფხულო პროგრამების განხორციელება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი საკპატენტთან ერთად ხორციელდება. ახალგაზრდებმა გაიარეს 5-დღიანი კურსი
დაისვენეს ბაკურიანში და საინტერესო პროგრამით იყო წარმოდგენილი ეს საზაფხულო ღონისძიება. დღეს მათ გადავეთით სერტიფიკატები იმის დამადასტურებლად, რომ გაიარეს საკმაოდ საინტერესო სასწავლო კურსი. ჩვენი ამოცანა, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკის ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ და რაც მთავარია, დავეხმაროთ, რომ შეიქმნან და გაიუმჯობესონ შემოქმედებითი უნარჩვევები იმისთვის, რომ მომავალში შექმნან საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება და ამით გახდნენ წარმატებულები. 5 დღის განმავლობაში მათ შეძლეს გაეცნოთ ერთმანეთი, გაეზიარებინათ ის გამოცდილებები, რაც საკპატენტს სხვადასხვა პროგრამაში აქვს გათვალისწინებული. ამისთვის მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მერიას, თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს, ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საკპატენტს ასეთი კარგი ინიციატივისთვის. ძალიან მომეწონა ის, რომ ეს ბანაკი იყო არიენტირებული პროფესიის არჩევაზე, ქონდა შესაძლებლობა შესანიშნავ ფსიქოლოგთან, გვანცასთან კონსულტაციის და ყველა მომენტში, ყველა წუთში, ყველა წამში იგრძნობოდა პოზიტიური მეგობრული გარემო. თაწმინდის პანთეონმა ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამოს უმასპინძლა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ღონისძიება ქართველი მწერლისა და პოეტის დაბადებიდან 165 წლის თავს მიეძღვნა. საზეიმო საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში პანთეონში შეკრებილმა საზოგადოებამ ვაჟა-ფშაველას ცნობილი ლექსის ჩემი ვედრების მიხედვით შექმნილი თეატრალური წარმოდგენა იხილა. განსაკუთრებით აღინიშნა ვაჟა-ფშაველას 165 წელი და მადლობა მინდა რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს გადაუხადო მისი ინიციატივით. რაღაცა ისეთი ფორმით მოხდა ეს ყველაფერი თეატრალიზებულ მუსიკალური პერფორმანსით თაწმინდაზე და ყველასთვის იყო ძალიან დასამახსოვრებელი. მადლობა ყველას. საოცარ სავანეში ჩვენ ესეთი თეატრალიზებული სანახაობა მუსიკალურ თეატრალიზებული მოვაწყეთ. შესანიშნავ ჯორჯიან სიქსთან, კონსტანტინე ვარდელის სახელობის კვარტეტთან, ასევე თეატრისა და კინოს ძალიან ცნობილ მსახიობებთან ერთად, ფოცხიშვილის სამეფო ნაციონალური ბალეტის მსახიობებთან ერთად და ჩვენი სათქმელით გამოვხატეთ ის მადლიერება და სიყვარული ამ გენიოსი პოეტის მიმართ. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიგვიღო ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც მუსიკალური თეატრალური პერფორმანსი გახლდათ და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენთვის როგორც მონაწილეებისათვის. ამბავი ვაჟა-ფშაველაზე, რაც ჩვენ მოვყევით ერთგვარი ჩანახატი იყო, ასე ვთქვათ, მისი ლექსებით, მისი ბიოგრაფიით და მინდა ყველას მიულოცო ეს საღამო მონაწილეებს. 20 წლის მარიამ გელაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მარიამი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ოჯახს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რათა ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები დაფაროს. დახმარების მსურველებს თანხის შარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ. ახალი ამბები 16 საათზე ამით დასრულებული, მხოლოდ გემშვიდობებით ნახვამდის.